ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში კომენტარს აკეთებს, რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მე მინდა მეფე დიმიტრის გადავხადო განსაკუთრებული მადლობა, სწორედ ის არის ამ იდეის, ამ პროექტის თავარი სულისჩამდგმელი. ის მოიმსახურება ხანდაზმულებს, იქნება ხანდაზმულთა თავშესაფარი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა თავშესაფარი. აქვე იქნება დღის ცენტრი, იქნება სკოლამდელი ახსნის დაწესებულება, სადაც ცალკე იქნება გამოყოფილი ინკლუზიური სწავლების შუქით, მიუხედავად რომ მრავალფუნქციურია თავისთავად. თავარი მიზანია ადამიანებზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც არის ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მეფე დიმიტრის. ქრონიკა მეოთხე საპარლამენტო ასამბლეას და სათაოფის მიმართა კითხვებით გულში თქვენ ცლად ისაუბრეთ საპირისპირო ფაქტებზე, რა მოლოდინი გაქვთ სადაო ჩანაწერებზე, რა რეაქცია იქნებათ მათ? თქვენ იცით რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას, არის მარტივი პოლიტიკური დაკვეთები და ამ შემთხვევაში უკვე უთო აღმოჩნდა ასეთი დაკვეთის შემსრულებელი. თქვენ იცით რომ აბსოლუტურად ყურებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც დაამტკიცდა ასამბლეის სხდომაზე. საერთოდ განხილვასაც კი არ აქვს აზრი ამ დოკუმენტის გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად სისრულით არის წელიწადებით გაჯერებული ეს რეზოლუცია. შესაბამისად, ერთ-ერთი ეს დოკუმენტი გვაძლევს თვითონ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოდანის საშუალებას. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ სამწუხაროდ ეუთოც აღმოჩნდა ჩართული კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართულ ხალხს თავდასხმა, რომლის მიზანია ქართული ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის თქო და სწორი მიდგომა და ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. რეზოლუციაზე ჩაგეკითხებით, რამდენად აკმაყოფილებს ეს რეზოლუცია ევროპულ სტანდარტებს, რამდენად ჩდება მასში ის გათვალისწინებით, რომ მასში არაფერი არ არის ნათქვამი აქციების დროს დემონსტრანტების მხრიდან სამთავრობო შენობებზე შტურმის მცდელობაზე, პლუს ამას ხელისუფლებას არგუმენტების გარეშე აკრიტიკებს და არაფერი არ არის ჩატარებული კვლევა, ამას თავადაც აღიარებენ ამავე რეზოლუციაში. რა თქმა უნდა, ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს ეს დოკუმენტი არ აკმაყოფილებს, თუმცა დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის უკვე სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასამენი და ძალიან სამწუხარო და ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, რაც ძალიან დასანანია. სწორედ ეს პრობლემები ქმნის საბოლოო ჯამში მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში, როგორც იდენტობის კუთხით, თქვენ იცით რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში, იდენტობის შენარჩუნების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები და სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, მათ შორის უსამართლობის ორმაგი სტანდარტების შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომელსაც ხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით. და კაია კალასის პოლიტიკას როგორ შეაფასებთ? განხილვა იყო შავი ზღვის რეგიონზე და არც ერთი სიტყვა საქართველოზე, მხარდაჭერა ქართულ ხალხს და უარის ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის რა არის? როგორია მისი გზავნილება და როგორია თქვენი პასუხები? ქართული ხალხის მხარდასაჭერად, რადგან კომუნიკაცია საერთოდ აღარ არსებობს საქართველოს მთავრობასთან. შავი ზღვის სტრატეგია და რაზე მეტყოლებს ასეთი განცხადებები? ორივე თვალსაზრისით ჩანს, რომ აბსურდშია შესული სრულად ევროპული ბიუროკრატია. ერთი რო განეხილავენ შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე, მაშინ როდესაც საქართველოს უზრუნველყოფს 7 ქვეყნისთვის კავშირის შავი ზღვასთან, რამხელა აბსურდში არის შესული თავადაც შეგიძლიათ განსაჩუქრა. მეორე მხრივ ისინი საუბრობენ ქართულ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართულმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე ზედიზედ მეორედ, ხო, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებამ მიიღო 1,100,000-ზე მეტი ამორჩევლის ხარდაჭერა. ეს ნიშნავს ძალიან ძლიერ ხარდაჭერას ქართული ხალხისგან. ასეთ დროს, როდესაც ხელოვნურად ცდილობს გააცალკევა ერთმანეთისგან ქართული ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ხო, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა სუვერენიტეტს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმართ. ახლა ხედავთ, რომ უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის უბრალოდ ღიმილის მონგრელი და არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის. სააკაშვილის ბოლო განცხადებაზე მინდა გითხოთ, ის ამბობს, რომ რადიკალიზაცია მეტი საჭირო არჩევნების დრო არ არის, დროა რევოლუციის. მე მგონი მას თავისი
მოქმედი საშელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი თანაშაულებრივი განცხადებებით. რა თქმა უნდა, ერთი რომ არასერიოზულია აბსოლუტურად ეს განცხადებები. მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა რა თქმა უნდა ცარიელ განცხადებად და ასე გაგრძელდება ბუნებრივია მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ეს მე მგონი ყოველთვის სრულიად ცხადია. უკანონო მიგრაციას თქვენ პირდაპირ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენდით, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.